საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს და სწორედ ამიტომ მასწავლებლების პროფესიის დაფასების მიზნით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერია. მიმდინარე წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის ნომერ 3 საჯარო სკოლის და ასევე საზოგადოების სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი. ჟანა ხაჩატურიანი გახდა წლევანდელი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტს შორის ასევე მოხვდნენ. შალვა მინდაძე, თბილისის 70-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ასევე ელენე ბეთლემიშვილი, გორის 3 და მერვე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი. ფინალისტებს შორის არის ასევე ნესტან კუბლაშვილიც, თბილისის 172-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და მაია ლაპიაშვილი, დედოფლისწყაროს ნომერ 1 საჯარო სკოლის გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. მე აქვე გეტყვით იმასაც, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში საუკეთესო ათეული განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია. ფინალისტებს საქართველოს ბანკისგან ჯილდოებიც გადაეცათ და კონკურსის გენერალური სპონსორისგან გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდისგან კი გამარჯვებულებმა პრიზის სახით 15,000 ლარი მიიღეს. მასწავლებლის პროფესიის აღიარება არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ყველა პროფესია სჭირდება დაფასება და აღიარება და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირსეულ პროფესიას მასწავლებლობას. რას შეეხება იმას თუ რას გავაკეთებ, გასმაგებული პასუხისმგებლობით, რომ მე ქვეყანა მენდო, ჩემი ქვეყანა მენდო და აი ასეთი ძვირფასი ჯილდო გადმომცა ჩემს პროფესიაში გასმაგებული პასუხისმგებლობით გავაგრძელებ მუშაობას. ეროვნული ჯილდოს მთავარი მიზანი არის ამ პროფესიის პოპულარიზება, რომ წარმოვაჩინოთ უკეთესად საზოგადოების თვალში ეს პროფესია და რაც მთავარია ახალგაზრდებს მივცეთ ბიძგი, რომ ამ პროფესიას მიყვნენ, შეუერთდნენ და რა თქმა უნდა, ასევე გვინდა რომ უკვე პროფესიაში მყოფ ადამიანებს გამოუცხადოთ საზოგადოების მხარდაჭერა, სოლიდარობა, თანადგომა და აგრძნობინოთ, რომ საზოგადოება მათ აფასებს. ამ მისიას ეს ჯილდო უკვე მე-9 წელია ემსახურება. საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უკვე მრავალი წელია განათლება არის პრიორიტეტი მიმართულება. განათლების ფარგლებში შესაბამისად წელს უკვე შემოვუერთდი და ვართ მხარდაჭერები მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსი. ძალიან გვიხარია, რომ ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს მთელი საქართველოს მასშტაბით მასწავლებლებს დაუჭიროთ მხარი. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, ყავს 2025 წლის საუკეთესო მასწავლებელი გამარჯვებული და მასთან ერთად 10 ფინალისტი, რომელსაც სხვა ჯილდო გადავეცით და გვიხარია, რომ ამ პროექტის მხარდამჭერები ვართ სხვა ორგანიზაციებთან ერთად, ვუსურვებთ მათ ძალიან დიდ წარმატებას.